საინტერესო უნდა იყოს მარსზე ცხოვრება. ლაშა ხელსაწმენდი არ გინდა? არა იყოს მან. პაატა სად არის ამდენ ხანს? პაატა ოთახშია, ძინავს. ძინავს? ამდენ ხანს ძინავს, რომელი საათია? უიმე, ელენე, იცი რა გავაკეთე? ფარდები გადავაფარე და იმას გონია კიდე რომ ღამეა და ძინავს. გეხვეწები დაანებე რა თავი, დაანებე ცოტა ხანი დავისვენებ ეძინოს რა. უი მართლა ელენე, ჩემთან იქ ოთახში ტუმბოზე აიპადი დევს და მიდი გამომიტანე რა. კარგი. სუცი თელია, კაცო, ეს მარსი, ხედავში. რა არის ლაშა ეს გადააფარე მაინც რანაირად ძინავს. გამარჯობა, მოდი თეკლა. ელენე, შენ კიდე სახლში ხარ? რა არის, ვერ გავიგე, სირცხვირია, რამდენჯერ უნდა დაკირაკოს დიანამ წადი სამსახურში. ხო, დღესაც დამირეკა დიანამ, მითხრა რამდენ ხანსაც გინდა შეგიძლია კიდევ დარჩეო. თან თეკლა ლაშას ხმა რომ გაიგო. აი ესე ვტიროდით ერთად მე და დიანა. მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე დღეს წავალ სამსახურში. შენ რა ქენი სახლში რომ დაბრუნდი? რაო მამა შენმა? რა ვიცი ელენე, მეჩხუბა სახლიდან გადასვლას რომ ვაპირებდი მაგაზე ხო მეჩხუბა და უხეშად რომ ველაპარაკე მაგაზე საერთოდ გადაირია. და რაო რა გითხრა? არ ვიცი ელენე, ისე ყვირა და სიტყვები ვერ გავარჩიე. რაიმე საწყალო თეკლა. გეჩხუბა დაგსაჯა ხო? დამსაჯა ელენე, სახლიდან აღარ მიშვებს, ტელევიზორს არ მაყურებინებს, ტანსაცმელი გადამიყარა 10 საათზე მაძალებს დაძინებას და რომ წვევი მერე კიდე შემოდის მამოწმებს ძინავს თუ არა და შუბზეც აღარ მკოცნის. კარგი თეკლა, ეხა გეყოფა ნუ აბუქებ შენებურად, სიმართლე თქვი. ხო, კარგი მწვენო და თქმა 9 საათზე მაძალებს დაძინებას. კიდევ კარგი ელენე რომ ილიას დაშორდი და ესეც საშინელ დღეში ხარ მაგას ვიმიზეზებ ხოლმე წამოსასვლელად. ხო მამა. კი ელენესთან ვარ. მახსოვს რომ 3-ზე, 6-ზე და 9-ზე სახლში უნდა ვიყო და შემოვივლი. რანაირად გადავასხა რა? რა საკეთებ კაცო? გამიშკდა გული რა, გამიშკდა რა ნიკა გული. არ დაძერა, კარგად იღვრებოდა. ნიკა რა არის ეს, რა გაცვია? რა იყო? ნიკა მარტო მაიკით ნუდადი ხარ გაცივდები. არა, შიგნიდანაც მაცვია. კარგი ნიკა, მიდი ჭამე ეგ თაფლი და ისწავლე, მიდი. ვისწავლე უკვე. თუ ისწავლე, მაშინ ჩამაბარე. არა, ვერ ჩაგაბარე, ვიცი რა არის, ეს ჯერადათ მაქვს ნასწავლი და რომ მოუყვე, მერე დამავიწყდება და მასწავლებლის შენ რო ჩაგაბარო კიდე მასწავლებლის ცალკე უნდა ვისწავლო და მეზარება. ავალ ვითამაშე. აუახრავა. კომპიუტერზე ვითამაშე. ვაი, ესე მეც მინდა თამაში. თეკლა, გეხვეწები რა, ჩემთან ოთახში ტუმბოზე აიპადი მიდევს და გამომიტანე რა. კარგი. ეს როგორ მიყვარდა რა არის ლაშა. დააფარე მაინც რამე. მე გადავხადე.
გამარჯობა მეზობლები. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა. გახსოვს გეუბნებოდი კასტინგზე ვარ დაბარებული. ძალიან მაგარი შემოთავაზება მაქვს მეთქი. გახსოვს? გახსოვს კი. ხო და ვიყავი კასტინგზე. მოვეწონე. ამირჩიეს და დღეს მივფრინავ ლოს-ანჯელესში დასამშვიდობებლად მოვედი. რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე. მომავალში ჰოლივუდის მრავალი პრიზის მფლობელი. შონ კონერის ახლო მეგობარი. დრამის მსახიობი ფრიდონ შვანგირაძე გემშვიდობებათ. აქეთ არის კარი ნახვამდის ბატონო ფრიდონ. ესე ბატონო frydon. მე მეჩხარება ხო რაღაც ჩასალაგებელი მაქვს არ დამაგვიანდეს და წავიდე. ბატონო frydon ეხლა რო ჩახვალთ ხო? დღეს ხო ჩახვალთ. ხო და ხვალ შემოდით და მოგვიყევით როგორი იყო რა მოხდა. მე უნდა წავიდე და ნახვამდის ელენე ნახვამდის თეკლა მშვიდობით ნიკა. მშვიდობით. კარგად ბატონო. ელენე ჯერა ეხლა შენ ამისა. რა ფრიდონი რო ამერიკაში მიდის არა. არა კაცო, მაგის ეგრა დასაჯერებელია. აი უცხო პლანეტელების არსებობის თუ გჯერა. აბა არ ვიცი, რა ვიცი შეიძლება. შეიძლება არსებობენ? ისე შენთვის აჯობებს რომ დაიჯერო. დაიჯერო ელენე, იმიტომ რომ ერთ-ერთი მათგანი შენს უკან დგას. ელენე იყლიყოებს გამიკეთებ. კი, პატა, გაგიკეთებ, კი. სოფი, მოდი იცი რა ვქნათ. პატას ნივთები მივალაგოთ და ელენე სამსახურიდან რომ დაბრუნდება, გაუხარდება. მოდი კი არ მივალაგოთ, გადავყაროთ და უფრო გაუხარდება. სოფი, შენ იცოდი ხო? დალაგება რომ მოგვიწევდა და სპეციალურად ჩაიცვი ძველი ტანსაცმელი. გოგოებო. თქვენ იცოდით პატას დიპლომი რო ქონდა? პატას დიპლომი აქვს? აბა, არ იცოდ. აი. ვაიმე. მამა ჩემს რო ცოდნოდა რომ პატას დიპლომი აქვს, თავზე დაახევდა. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ოჩახ პატა. ისი ამ ფაკულტეტის დამახსოვრებისთვისაც ეკუთვნის ცალკე დიპლომი. პატა, რა შვები ახლა შენ? უნდა ჭამოდე ისევ დაიძინო თუ საბოლოოდ ადექი? საბოლოოდ ადექი მორჩი გავიღვიძე, მორჩა. ძალიან კარგი. მაშინ ახლა იცი რა მითხარი პატა შენ? წუხელ მთელი ღამე მუცელზე რატომ ეკაჭებო? რა არის ლაშა? მაგრად შემციუ და ღამე ხო ხდები და მე გამომეღვიძა რა. მაგაი ხო ვერ ვიძინებ და რაღაცა ხო უნდა მექნა და მეთქი ესე გვერდზე ხო და მეთქი ესე გადავიფარებ ხო ხდები ეს ქონებს რა ამას რა ქონებს რა. დილამშვიდობის გოგოებო როგორ ახართ? ატა დიპლომი თუ ქონდა არ უნდა გეთქვა? რა ვიცით ეკლავა მეც გუშინ გამიგე და რანაირად ის სო ფიქრობდი კაცო სულ მიკვირდა და ვინ ჯგუფელები მირეკავენ ვინ არიან კი ატა ისე მე რომ ცოდნოდა რომ მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დიპლომი ქონდა არ დაგშორდებოდი. მართლა? რა თქმა უნდა არა, მაგრამ მაინც უნდა გეთქვა. ეკლავა სხვათა შორის ვირფასო მომისმინე მე შენი ცხოვრებისეული ფასეულობებით მოხიბლა არც მიცდია და არც მინდოდა გაიგე მე შენ შარმით მოგაჯადოვე. ხო, ისე მოაჯადოვე რომ ნახე რანაირად გამოიყურება. კარგი იყო. პატა, მომისმინე ახლა დაანები გოგოებს თავით, გაემზადე, მოემზადე და გავიდეთ გიასთან და დავეხმაროთ ადამიანს. მარტო აკეთებს კაცი ამ ხელა რემონტს. კარგი რა ლაშარა, მე ვის უნდა დავეხმარო? ქუჩაში 10 გამლელი და 3 ხურდას მაძლევს კაცი. მიდი გამომართი დადე ახლა. არა, მე ვიცი პატა, მეც მეზარება, მაგრამ უშინ შევპირდით ადამიანს, შევპირდი რომ დაგეხმარები მეთქი. თან ამ ხელა პატივიქცა პატა. რა პატივიქცა ერთი მითხარება რა. რას ქვია რა პატივიქცა? ეხლა გიას რო არ ეყიდა ის სახლი. მე ვიპოვდი შენ დიპლომს, შენ კიდე სულ არ გახსოვდა დიპლომი რო. ეხლა ხო რომ ახსოვს რას ლაპარაკობ ლაშა რა, იმდეს სამსახურს თავაზობ, რომ ჩემი დიპლომით რომ მე სამინისტროში მივიდი აღარ ვიცი. პატა, ეგრეც ნუ იტყვი დიპლომი, ანუ მაინც უმაღლესი განათლება გაქვს. სოფი, ხედავ შენ დიპლომს რა შეეხეთ, ცოტა გონება აგიმუშავ. არა, ისე მართლა გავაკეთოთ ცივი და გავგზავნოთ სამინისტროებში.
სამინისტროებში არა იქ თეკლე მოიცა ერთი წუთი გაჩერდი კაცო. რატო პატა, რატო? მოусმინე გოგოებს სწორად და მართალს ამბობენ. ხო, ადექით შეავსეთ, რას ეკითხებით პატას? შეავსეთ პატასთვის CV. ისე რა უნდა პრინციპში ახლა ამის CV შევსებას? ჩაწერეთ რომ დაიბადა ამა და ამ წელს ცხოვრობდა აქ. მორჩე რა. პატა, შენ 9 კლასი დაამთავრე თუ ჩვეულებრივად? ჩვეულებრივად 7 კლასი. და რომელ წლებში სწავლობდი? რომელ წლებში სწავლობდი და ესე იგი რომ დაამთავრეს. გაიხარეთ. ხო არაფრის ხო ისე რა ქვია. რა ეგ არ მახსოვს ზუსტად რომელ წლებში სწავლობდი, მაგრამ რა არის მე 20 საუკუნეში დავიწყე და 21-ში მოვჭი. ეგ მახსოვს ხო? და ჩაწერე ეგრე რა, ოღონდ შუაში არ დაგავიწყდეს მიჯნაზე. როგორი სამსახური გინდა? კარგი თეკლა შენ წარმოიდგინე, კარგი, მაღალი ხელფასი რომ მქონდეს და დღეში მქონდეს მაქსიმუმ 8 საათი სამუშაო დღე, მე რო დავიღლები სამსახურს მოვჩები, ადგები და წამოვალ სახლში და დავიძინებ. აბა? პატა, მომისმინე, შენ 8 საათიან სამუშაო დღე არ უნდა, არ გინდა, არ შეიძლება. რომ ამბობ რომ დავამთავრებ ამ 8 საათიან სამუშაო დღეს, მე რომელ სახლში მიდიხარ, ძალიან მაინტერესებს. ამიტომ შენ უნდა გქონდეს 24 საათიანი სამუშაო. ხანი კითხული, ხანი კითხული. იმუშავე რა. კარგი ახლა ადგე და გავიდეთ. ცოდუა ის კაცი მარტო აკეთებს მეთქი ამხელა რემონტს. დაანებე მაგას თავი, დაადე კარგი ლაშარა, მეზარება ლაშარა. ეხლა გავიღვიძე, საჭმელიც არ მიჭამია რა, არ რემონტი, კარგი რა, გამანებე. მიდი კაცო, მივეხმარო ციცი. არ მინდა ლაშარა, მეც მეზარება, შევალ დავხედავ და გამოვალთ ეგრევე, კარგად. წავალ დავისურვებ. რანაირად იქცევი ხარ აქჭის მართლა ვერ გავიგე რა. შენ რო გეზარება მეც მეზარება ხო ხედავ. წამოდი და სხვა რამე მოვიფიქროთ. სხვა რა უნდა მოვიფიქროთ? რა და წამოდი დაუახლოვდეთ იმ კაცო დავლიოთ ცოტა დავალევინოთ ჭამოთ ვაჭამოთ წამოდი რა. სადა ხარ აფეხას არ უნდა და მაგას მეუღლება წამოდი. დიდი ჯერ შენ გადიო. დიდი ჯერ შენ გადიო. ხო გადიშე. დიდი. ისა ხო გოგოებო მართლა CV-ს შევსებას რო დაიწყებთ ხო ჩაწერეთ რომ აქ ნაცხოვრები იტალიაში, ესპანეთში და გავლით ვარ დამყოფი სტამბოლში, ხარკოვში და ქუთაისში, ხო აი ეგრეა. სოფიის რა ქვია, მიჯნა არ დაგავიწყე საუკუნეებს შორის. კარგი გავედი. და ესე იყო დიანა, შემოვიდა ეს გოგო ჩემს სახლში და გამოაცხადა ილია შეყვარებული ვარო. იმის მერე საშილად გრძნობდა. ძალიან მეწყინა ელენე შენი ამბავი. აი ლაშასთანაც ზუსტად ესე დამემართა. მაგრამ ვიცი, აი არა უშავს, დაწყნარდი და გაგივლის. მე ცოტა ხანს იტირებ. მე მოწყენილი ივლი. მე სულ ერთი გახდება ყველაფერი. მე გამხიარულდები. მე ყველაფერი დაგავიწყდება და იფიქრებ რომ ყველაფერი დამთავრდა. მე შემთხვევით შეხვდები ილიას და ყველაფერი თავიდან დაიწყება. ესე იგი შენ ისე ვფიქრობ ლაშაზე. იცი სხვადასხვა დიდი ხანი არ გამხსენები ახალი წლის შემდეგ. მაგრამ იცი ჩემი გოგოები ამოვიდნენ, ჩემთან ლიქიორი ამომიტანეს. დავლიოთ, მე არ მინდოდა, მაგრამ მე შევყევი და ლაშა გაგახსენდა. გამახსენდა თანიც როგორ მწარეთ. ისე დავთვერი. ისე მომენატრა ჩემი დათურჩა რომ წავედი და მხარზე ტატუ დავიხატე. ლაშა. ლაშა, საერთოდ არ მახსენებს? კი, როგორ არა, უბრალოდ აი ესე პირდაპირ არა, მინიშნებებით. ეს როგორ? როგორ და იმ დღეს ჭამა და თქვა, რა მადიანად გავძეხიო. მადიანა საყვარელია. შენ რა გიჭირს მიყვალ სახლში და დაკვდება ლაშა და ნიკა და მე ჩუსტები, სავარძლები და ერთი დიდი მაგიტა. კარგი რა დიანა, შენ და ლაშა მეგობრებად მაინც დარჩით. მე და ილია უბრალოდ თანამოქალაქეებად. აბა. შემიფასებ, როგორ მოგწონთ ფერი?
დავი შეება დატრიალეთ, კარგად დამენახია, ხო? კედელზე მეუბნები? კი, არა უშავს, კარგია, ხო? ისე სხვათაშორის შენც კაი ფერი გაგია რო იცოდე, კი. მეც მოვწოს, კარგი ფერია, კი, კარგი. კი, აშკარად ეს გამოვაცოცხლა და გაახალისა აქაურობა, კი. კი, ბატა, გაახალისე, ეთქობა სახს უხარია რომ გადახვედი აქედან და. არა, ბატა რომ გადავიდე კი არა, მე რომ გადმოვედი, აი გუხარია. კარგი იყო, ეს კარგი იყო. არა, ვიღაცა აი ამ კედელსაც თუ მიმამთავრებინებს, უფრო გავხარდებოდა. რა ვიცი, აბა რაში გინდა ჩვენი დახმარება გია, კი ბატონო. დახმარება კი არა, მინდა რომ სულ თქვენ გამეკეთოთ რემონტი. სიამოვნებით ხორას. სიამოვნებით გია, მაგრამ რა არის ეხა გუშინ გავიგე დიპლომიანი კაცი ყოფილვარ და ხო ხდები ეხა ცოტა უხერხულია და მეც მაგიტომ არ შემოვედი აბაგია, მეც მაგიტომ შემოვედი, მაგრამ რა არიცი გუში რო გავიტანეს პატას ნივთები, სუნთქივა ყველაფერი რა. კი, მართალე, კუნთი ისე ქონები აქ დაჭებული, ქონები ხო ხდები და საშინელი ტკივილები ცოდნია, ხო? აი ეს დაეჭიმა ქონები და კი ვარა ლაშა. მაშინ სხვა რამეს მაინც დამეხმაროთ რა. აბარა, სხვა თუ რამე გინდა. შენ მანდიყავი? შეგიძლია მანდიყავი. და იმ თავს თუ დაინახავთ, ტექნიკურად დამეძახებთ. თაგვი? ხო. რა თაგვი? თაგვი? რა თაგვი? აი, ცი? თაგვი, ბიჭო, ახალი თაგვი, დიდი თაგვია. დიდი თაგვია. დადის, მინდის, თაგვი, ხო, ეხა თაგვი, ხო, მაგრამ. ბიჭო, აი, ვერ კლავ რა. აი, აზეა რა, ლაშა. ხო და მეთქი ხო არ შევღებოთ ხო რა, იქნები გავსწორდეს მეთქი რა. მართალი ხარია, თან რო შეგება მოუხდება აქ ამ ფეში გადაგები და თან ხო იაროს თავისთვის. რაგაცა. რა გია რითიხება ეგ რა არის? მაგით როდის დაამთავრებ? რა საკეთებ, აბა? მოიცა აბა რა გავაკეთო, რით შევღებო? ლაშათი. ეს ლაშა ჩააწე ამ საღებავში და ერთი აკოტრიალა და შეგებილა კედელი. ჩამოკოტრია და მეორე პლესაც შეგებავს და ეგ არის რა. ესა გია, ნუნუ ხო არ ყოფილა კიდე შემოსული. არა, დღეს არ ყოფილა, მაგრამ დაარეკა და გაგლანძღათ. მე ხო არ მივიბენ, მაგათაც ჩამოვიტან რა, მე შემონახავ პატას რაღაცეებსო. აუ, ვერ არის რა, ეგ ხალი და კარგად რა, ბოლო რა. გია, ჩემი სახლი რო იყოს კი ბატონო, მაგრამ მე უხერხულებაა. როგორი ტკივილი ცოდნია ამ ქონების დაჭიმულობას. დავქნა გია ბოდი. გამარჯობა. გამარჯობა. ახალი მეზობელი ხარ თქვენ, ხო? რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე არტისტი, მსახიობი, დრამის მსახიობი ფრიდონ შვანგირაძე. საქართველოს ელექტროობლიგატორთა კავშირის თავმჯდომარე და ამიერკავკასიის ინჟინერთა ასოციაციის საპატიო წევრი გიორგი გრიგოლ-ველოდაძე. ლიანა, რა ხდება სამსახურში? უფროსი რაზე მიბარებს? ყველა ჩემზე ჭორაობს, ხო? უფროსი არ ვიცი და ისე არავინ არ ჭორაობს, საერთოდ არ ჭორაობენ. უი, ელენე, გამოვხატე სამსახურში? როგორ ხარ? კარგად, მადლობა. კარგით, გავალ, მე აღარ მოგაცდეთ. კარგი დიანა, დამშვიდი. ლაშა გამახსენდა. სულ ქვაბში რო ძრებოდა, იქიდან ჭამდა საყვარელი. მე და ილია რა კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს, ვაიმედია და სულ ის მახსენდება, წამოდი ბაკურიანში წავიდეთო და რიანშიო. ვაიმე, მე კიდე მთელი ღამე ისე ხრინავდა ლაშა, რომ მთელი ღამე არ მაძინებდა რა საყვარელი დატუჭა. დიანა რა კარგი დრო იყო. აბა, ელენე, შენ ფილმის ხელსახოთს ხმარობ? მე ფრანგულს, უკრაინულები თვალებს მდგენს. ხო გიუბნებოდით, მოვიდა. გამარჯობა. კაცო. ელენე, გავიგე შენი ამბავი. ფორტუნის მოსაწვევების გაგიზავნია რა. ძალიან მეწყინა რა.
ძალიან მეწყინა. ალბათ ეხლა როგორ დეპრესიაში ხარ და როგორი განადგურებული ხარ რა. მადლობა, დიახ ბატონო ნუგზარ, საშინლად ვცნობ თავს. ბატონო ნუგზარ, თქვენ რაზე მიბარებდით? მე ისი თქვა მინდოდა. ელენე ჩემთან სამსახურში ესე მოგცევა და ამდენი გაცენა არ შეიძლება რა. გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან. დაწერე განცხადება და დადი. ბატონო ნუგზარ, ბატონო. ელენე, დამშვიდი, დაჯექი, პანიკას მოაყვები, მოდი დაჯექი. მე ყველაფერს მოგიგვარებ. ეხლავე წავალ ნუგზართან და გადავათქმევინებ. შენ სამსახურში დარჩებ. აი მოიცადე. ეხლავე. მოგეში. ეხლა თუ დიანა მართლა გადააფიქრებინებს სამსახურიდან გაშვებას, სოფი, ჩემი ქორწილისთვის დაჯავშნული რესტორანი, მანქანა და ფოტოგრაფი ხო არ გაგიუქმებია? არა, ძალიან კარგი. შეიძლება ლაშას ქორწილისთვის დაგჭირდეს. კი, ყველაფერი კარგად არის. კარგი. რა თქვა? დაჯექი ელენე. გადააფიქრებინე? გადავაფიქრებინე კი არა. აი შენ ეს მე და ორივემ განცხადება უნდა დავწერო. მეც გამომგეშვა. საციამოვნოა. რეალ. რა კარგია აქ რომ ხარ. ბატა, ლაშას ვეუბნებოდი. დღეს მივფრინავ ამერიკაში. გადაღებებს უსერიოზულესი როლია, ძალიან მაგარი როლია. რომ მოვეწყობი, ხო, რომ მოვეწყობი, რომ მოვეწყობი, მე თქვენს გამოგიგზავნით რაღაცებს. აბარა, გამოგიგზავნე, აბარა. წავალ ახლა მე. მეჩქარება. კარგი, გამოგიგზავნე. ნუნუსნა გამოიმშვიდობო. კარგი. ახავდის. ბედნიერი გზავრობა. ესეც როგორ ვერ არის საწყი. აშა, ბარე მადექი და მინდი რა აევნის კარი გამოვაგე, ძალიან სუნი დადგა. რა ვდგებოდი რა მინდოდა. ლაშა მოთორე გაკიდებული ის რა. შენც კარი ვაიმე, პატა, მოდი შეხედე რა გემრიელა ცვამს ელზარი ამ ლარიან არახს. ალევა მოგინდება კაცს. ვაიმ შეხე, ნამ. რა გემრიელაცოს მართლა გია წარმოგიდგენთ ცოტა გია მოდი დავლიოთ ჩვენც ხა არა მე სასმელი არ მინდა გია თელი დღე მუშაობთ ხა დაღლილები ვარ მართლა სულ ამას ხო არ გავაკეთებ ცოტა დავლიოთ გია რა დავისვენოთ მე არ მინდა სასმელი ძალიან ცუდი პახმელია მაგრამ გია დაგინ შეხედე რას შეხედე გია რა სიტყვი ხა როგორია აკე ჭიქა აჰა მეორე ფენა გადაუსვი ამ წუთას უი ბოდიში დაანებე თავით უძახარ დაანებე აი ხა გამარები უკვე წავალ მე ხა არახს ამოვიტან არახს თქვენ მანამდე ეს საჭმელი გაამზადეთ საჭმელი სუფრას მიხედეთ მიდი გია დამიჯერე დავლიო სუფრა დავლიო იფ აბარა ესეც ვერ არის ხო სოფი დამსვი რა დამსვი არა კარგი მაჩვენე აბა რა დაწერე სოფი პატა ფერაძო რა კარგი რა თეკლა შენ არასდროს არ შეგშლია ედაო არა მე ადაიმე მეშლება კარგი რა მაგას რა უნდა დამსვი რა დაბადების ადგილიო და ზუსტი სართული და პალატის ნომერი მიუთითო თუ ზოგადად სამშობიარო ზოგადად პლანეტა ეგ ადვილია დედამიწა სოფი დამსვი არა რაო ოჯახური მდგომარეობა და დავწერო შენ და პატა რომ დაშორდით არა სოფი CV-ში პირადი ცხოვრების დეტალები არ იწერება ანუ ხარაგაულში ფუნაში ფეხი რო ჩადგე ეგეც უნდა წავშო
ცოტათ მიკარნახე რა ფაკულტეტი დაამთავრა პაატამ. სატრანსპორტო და მანქანათ რაღაცის ფაკულტეტი არ მახსოვს მოკლედ და ბოლოს ცოტა გაუგებრად დაწერე რომ ვერ მიხვდნენ. არა, პრინციპში ისე დაწერე როგორც შენ წერ, მაინც ვერ მიხვდებიან. მორჩა. იცი რა, კი შევავსე, მაგრამ ცოტა მოსაწყენი გამოვიდა და მოდი ნახატებიც დაურთოთ. რა ნახატები, სოფი რა ნახატები, ისედაც ისეთი სივია, რომ წაიკითხავენ, შეიძლება პატა დაიჭირონ და დასცინონ. თეკლა, ყველა სამინისტროში უნდა გავგზავნოთ? კი, სამინისტროებით ვიწყებთ. რა მოხდა? რა თქვა? არ ვიცი, რა თქვი ელენე? ელენე. სალიზა! თეკლა რა მკითხე? რა გჭირს თქო? სამსახურიდან გამომიშვეს. ხალაშა აბა. აი ამოვიტანე რაღაცები და. მიდი, ამოვალა. ხო. აჰა ეს არ არის. ეს რა? ერთი ბოთლი არაყი ამოიტანე მარტო? რა ვქნა ლაშა აბა, გზაში ემზარი გამომეკიდა და ერთი ბოთლი გადაუგდე ძლივს მოვიგერია, რა გამეკეთებია. ეხლა მომდება ძეხვიო და არ მივეცდა აი ძეხვის წამოვიდა. ხო. რა ფერია ეს ძეხვი რა? რა იყო ლაშა ეხლა რა ფერი თუ არ მოგწოს საღებავი და გადაუსვი და ისე ჭამდა. რა მწვანე ძეხვი არ გიჭამია თუ რა არის? მწვანე ძეხვი როგორ არის? კარგი დაწნარდი აი ლუდის მაგ და ეს მივაყოლოთ არ არის პრობლემა მიდი. ხო კი ბატონო კარგი ბატონო. სად არის გიო? ოთახშია. აი ჩემო სოლა რაღაცა საჭმელი გამოდო მოდი ესეც შემჭამო კარგია. შენ გაიხარე რა. ეგრე რა. ვახ ნახენა. მეც არ გამიკვირდა კი ამ საღებავს როგორ აზდის მეტი კატლეტების სუნით ხო? დავდეთ ახლა და ეს. რა დავსხდე. როგორც შევთანხმდით მე ვერ დავდე. გია. მეზობლებთან ერთად დავსხდეთ კაცო დავსხდეთ და ერთად დავლიოთ მეზობლებთან. არა ვერ ძალიან ცუდი პახმელი მაქვს. შენ წადეკი და ცოტა დალიე. არა შენ არ გესმის ახლა მე როგორ პახმელი მაქვს. აი როგორ გითხრა რა. არა ეგეთი რა არის. აი ფხიზელს ხო მიყურებ ახლა აი ასეც როგორიც ვარ რა. კი. ხო და აი პახმელიაზე მე მსგავსები აი ასეც. ედლები მაგ გასამთავრებელი არის ერთ დღეში მოვჩები და ვერ დავლიოთ. გია, შენ ამას ესემალე მაინც ვერ მორჩი. რა ერთი ორი კედელი დამჭა რა. გია, გეუბნები, შენ ამას ესემალე ვერ მორჩები მეთქი და აჰა. მაგიდა რა. დაანება მაგას თავი. ვერ მორჩები, დამიჯერე მას. დავლევ კარგი. შემოწმება და გადამოწმება. დავლევო კაცი ამბობს ახლა, დავლევო. მე როგორ მაგას თავი დაანებდა, დავლევ. მე დავასხავ ახლა. დავასხავ ჩემს დავურეგო. მარინა მე ვარ. ხო. მისმენე ხო. ეს მე უნდა დავლიო. ხო და ხვალისთვის რაღაცები უნდა გამიმზადო. ხო, ესე იგი. ხაში პელმენის წვნიანი ჩიხითმა. მინერალური წყალი, ცოტა არაყი, რძე. ყოველდღის მწნილი. ხო. 4 ბალიში ჩამით ლოგინში, ტაშტი შემოიტანე ოთახში, მეზობლები გააფრთხილე და ბავშვს უთხარი ისწულა მოარ და ისხეს. ხო, კარგი, ეგეც გამიმზადე, ხო. ვიცი რომ ბევრი უნდა დავლიო, კარგი. მე დაგიგებ. გია, აგერ აი, ბევრი თუ არ გინდა, ცოტას დაგისხა. აგერ გია, ჩემო გია და აბა. აბა, მოდი ახლა მოდი დავლიოთ. აბა. ამ სახში პირველად ვარ და ამ ოჯახს გავუყვეთ. რა? არა. არაფერი. გაუმორჩილო. ისევ პირის. თუ
თუ წყალი აქვს მოშვებული და იმის ხმა. ნიკა მომისმინე დედიკო ძალიან განერვიულებულია და ეცადე რომ კარგად მოიქცე. აუ, მაგრამ კარგად მოგცეო როგორ არის რო არ მახსოვს. მიდი ამით გამხიარობენ. დედა, გინდა დღეს სახლს დავალგებ და სადილს მომამზადებ. ცომი გვაქვს? არა. წვნიანი გირჩევნია თუ სალათი? ელენე, ნახე რა კარგი შვილი ყავს, ყოჩაღნიკა. ხო, თეკლა ძალიან კარგი შვილი მყავს, მაგრამ მე სამსახური აღარ მაქვს და ჩემ შვილს საჩუქრებს ვეღარ უყიდი. კარგი რა ელენე, გადარჩენილი ხარ რო იცოდე, შენ სამსახურიდან გაგიშვეს და ზოგ სამსახურიდან აგდებენ. სოფი. სოფი, დაქსვა? სოფი, გადი აივანზე ნახე მტრედები თუ დაფრინავენ. მიდი ხო, მიდი. აუ, თეკლა. იკა. დედა, გინდა ბუნება ჩაგაბარო. არ გაქვს ხვალ ბუნება. აუ, თეკლა, არ ზის ჩემში ეს კარგად მოგცევა და რა მინდა. ნიკა, წადი თაფლი ჭამე. მიდი. დედა, თაფლი ვჭამო? არა ხო. ნახე დედა, მე ახლა რა ვქნა თაფლს შევჭამ. მგონი ბევრი მომივიდა. ელენე, დაწყდარდი, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. თეკლე როგორ დავწყნარდე, როცა სამსახური აღარ მაქვს. ელენე, კარგი რა ნახე, მიხვედი სამსახურში, ცოტა ყურადღება გადაიტანე, ხა მაგაზე ნერვიულობ და ილია ხო აღარ გახსოვს. ილია! არ ვიცი, ეგეთი რაღაცა მე. ხო და ეხლა, თაგვი ვითომ თაგვია, ხო? ჩვენ არ ვიკადრეთ, გაიგე? და იმან კიდე როგორ ღირსეულად წაიღო ეს ნაჭერი, ჩვენ არ შევჭამეთ ძეხი, იმან წაიღო. როგორ მართალი. მართალი ხარ. პიროვნებას გავუმართე. მოდი და ყველა ღირსეულ პიროვნებას გამომართე. ყველა ღირსეულ პიროვნებას გავუმართე. გაიხარე, გია, გაიხარე რა. აი ახლა არა უშავს ამ კიდეს მეგონი, ჰა? მიდი შენ ლუდი მიაყოლე და უკეთესი გახდება, მიდი. რა მიჯერე? თქედა გითხარით, თქედა გითხარით. არა ესე ყოჩახმე რა გინდათ მო. ძებო, თუ დალევა, მოდი მაშინ ვიმღეროთ მაინც, ჰა? და, ვიმღეროთ გიაჯა. ეს ცხოვრება ერთი დიდი საკუჭნავა. არ ვიცი, რა სიმღერაა. ანაკვარებია, თემენდო მეშველიანი და ეგ არის რა. ეგ არის. არა უშო, სხვა რამეს ვიღებ. სხვა რამე იყოს. იმღეროთ. მე რომ მიყვარს ის ხალი. შინგენაც ნახე. ცისარტყელას ხატა. არის ეგეც მიშველიანია ეგე? არც ეს ისეთ კაცო? აბა ბიშვარა. და ისა რაც კი რამე მაბადია ძმაკაცების გვერდში დგომით მაქვს. მართალი ხარ, მაგაში გეთახმ. ჩემი ტურფას ანაკებო. ჩემი ტურფას ანაკებო. დედა წყალტუბო. დედა რა გჭირთ რა ქართველები არა ხართ კაცო. ქარეა მოსხოს რომ დაპირე. ბადიდე ჩავღვებაზე. თუ არ გინათ სიმღერა, მაშინ მოდი ტელევიზორს უყუროთ. საინფორმაციოზე. საინფორმაციოზე გადართო. აი ეგრე. ხო, მაგრამ
პულტია. ბადა. ცოტა ხანი დადექი რა ტელევიზორთან. პულტი სად არის არ ვიცი რა. კარგი, დავდგები ოღონდ მე სადაც მნეი გადავთ. მით. დავასხომე. არა შენ გენას ვარ. რატო ახლა რომ მოდახალ გააჩერია? არის საინფორმაციო. გადავთე საინფორმაციო. კარგია ეხლა ეს რა არის, აბა. ბატა, ნუ დაგავიწყდება რომ პულტი ხარ შენ. რაო? ახალი კულტურის ახალი ამბები ცნობილი ხდება, რომ დღეს თბილისიდან ლოს-ანჯელესში მიემგზავრება ქართულ მსახიობთა დასრულების მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის ბრედ ისტოკის დაუწყარ სიყვარულის ისტორიაში ფილმში მონაწილეობას მიიღებს უამრავი ცნობილი მსახიობი, მათ შორის იქნება რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, მსახიობი, დრამის მსახიობი ბატონი ფრიდონ შვანგირაძე. აღმოჩნდა საშუალება გვაქვს გავისაუბროთ მას პირდაპირ ეთერში და გავიგოთ როგორ მიდის მოსამზადებელი პერიოდი. ძალიან გახარებული ვარ, რომ ისეთ დიდ რეჟისორთან მომიწევს მუშაობა, როგორც აიტრია, ის ამერიკენიოსია. თქვენს გასაცილებლად ალბათ უამრავი ადამიანია, ხო მასული? ეს გულ კაი. არავინ მოსულა. ჩემს მეგობრებს ისე უჩით ჩემთან გამშვიდობება, რომ ვერ მოვიდეთ. შეხედე ბადა, შეხედე, მართლა მიდის თურმე ამერიკაში, კაც? მართლა ჩვენ კიდე როგორ არ უჯერებდით ლაშა წარმე კი არა დილით სადარბაზოში ნუნუ წევრი და ამერიკაში კი ჯანდაბაში მიდიხარ დამანებე თავი. როგორ არც ერთ მარ დაუჯერეთ რა, როგორ არც ერთ მარ დაუჯერეთ. მე რას უზიხართ აქ? მიდით იქ რა მივუსწროთ, მე ხედავ აქ არიჯე. მართალი იქნება მიიქნებ მართლა მივასწროს დამშვიდობები. დამშვიდობება კი არა, კაცო, იქნება მოვასწრო და გამოვართოთ ავტოგრაფი და ერთი ავტოგრაფი მეც წამოვიდე. შენ ახლა მომისმინე. შენ ახლა მომისმინე პატა, ნუ გააფრთხილე, მე წავალ ელენეს გავაფრთხილე. მოიცე სანამ წავალთ, იქნება ვერ მივუსწრო და მოდი ერთის დავიდეთ. არა. ვიდოს დაუმარჯოს. ყველა ღირსეულ ადამიანს. დაუმარჯოს. შვანგირაძე ფრიდონ. ხო. აუ. აბა. ახალ არ მეიცოდე. იცი რა უძლიერესი მსახიობია ჩემო. ის კი არ არის რომ რაღაცა და. იმიტომ მე ვერ გასწავლე. აბა. ან რომელი კედელი? აი ამ კედელს დავამთავრებ. შიდა ქართლის ველები და სიყვარულის ნანგების ხო, შენ არ გერვიულო, აბა. როგორც კი ჩავალ დაგირეკავ. აბა რა. სქვია მარტო. არა, მარტო არ ვარ, კაცო. მთელი სამეზობლო მაცილებს. ხო. კარგი, ახლა მე უნდა მივხედო ამ ხალხს, ხო? დაგირეკავ. კარგი. ვერ მოახერხეს ალბათ მოსვლა. აი აგირარი, ბატონო რა კარგია რა. რა კარგია რომ მოგისწავით, როგორ გამიხარდა რომ მოგისწავით. ოქრო, არ მოვიდო გითხიდო. სამედური კი გეკითხული. რატო არ გითხარით თუ მიდიოდი? როგორ არ გითხარით? ორი კი რა, მაგას გავიცახი, მაგრამ ვიჯერებთ. მთელი ცხოვრება სისულელებს ეძახდი, მაგას დაგვეჯერები. ბატონო ფრიდონ, დიდი ხნით მიდიხარ? არ ვიცი ჯერ როგორ მოვეწყობი, არ ვიცი ელენე. როგორც კი ჩავალ მოვეწყობი, ეგრევე დაგირეკავთ. ფრიდო, ხო იცი ჩვენ და ამერიკას დღე და ღამე პირიქით გვაქვს, ხო და დარეკვასო დააპირებ. ღამე არ დარეკო, კარგად გადათვალე, ღამე არ გამაღვიძო, ლოგინდა ნაწამომაგდო და თავი არ გამალანძღო. ხო, გადაფრული ვარ და კი. მაგასი არის ფიქროში. ბატონო, აი ეს გამომართვი და რო ჩახვალთ მე გახსენეთ. რა საჭირო იყო ახლა რატო წუხდებოდი? არა, საერთოდ შეწუხები ვარ, იქ სია არის, საჩუქრების სია, რაც მინდა რომ ვიყიდეთ რა, ხოდებით. იქ იაბიღესო იძახიან და მე გახსენეთ რო ჩახვალ და ნახეთ რა.
აი, ბატონო ფრიდონ, ეს გამომართვით, ეს ქართული ღვინოა და რო ჩახვალთ იქ დალიეთ. ვაიმე, ლაშა თვითმფრინავში არ შეიძლება სიცხის ატანა. მომეცი ამას ავიღებ სახში შეგინახავ და რო ჩამოხვალ მე ჩაგაცე. არიშლია რაწყებლა შენ. მე რაწყებლა გზაზე ხარ, შენ ხوار დაგწყევი. ამიტომ პატა, შენ გაგიხმეს ეგ თავი. ბატონო, ხალბატონო, ვერ გავიგებ მე რაში. საჩუქრად უშებ ფრიდონს. არა, არ არის საჭირო ახლა. რა საჩუქარია? არა, ბატონო ფრიდონ, მართალია, ხალბატონო, წავალ. რამე საჩუქარს გიყიდი თორე, მე ამის ალაპარაკო არ ვიდა, რო გახო. ხო, არა ვიცი, არ არის საჭირო. ფრიდონ, აი ეს ხერხილია და რო ჩახვალ ამერიკაში ხომ მიმო. მართლა. რატომ შეწუხდით, კაცო, რატომ შეწუხდით? მომის ეს ხერხი საიდან მქონდა? მანქანაში არ გედოდა. ხო, იქ მის გვერდზე ინგლისში მიყოდა 3 კილო ხერხი და ცოტა გადმოვაყრები. როგორ დამავალეთ და როგორ შეგაწუხეთ მეზობლებო, როგორ შეგაწუხეთ? აი რა. არა. შენ არ ნერვიულო. მე როგორც კი მე ვესტები მალე ჩამოვიდე. შენ არ ნერვიულო. დაგირეკავ ყოველ დღე. ეგ რა შუაშია ბატონო ფრიდო. არა. ეხლა წესით მე და ილია უნდა მივფრინავდეთ საქორწინო მოგზაურობაში. კარგი, თაბა მე ფრიდონ, აი ეს გამომართვია. მადლობა. სანთებელა. ხო, ბატონო ფრიდონ, სანთებელა 50 ლარიანი მქონდა და მაგ ფასში აქ მეტი არაფერი არ მომივიდა. მეზობლებო, მე დროა უკვე და უნდა წავიდე. ამერიკა ველოდება. ბატონო ფრიდონ, ამერიკა კი გელოდება. ინგლისური თუ ის? ინგლისური. ვაშა, ნუ მაგას როგორ მეუბნები, ნუ მე ვაშა. Honored artist of the Republic. Hector. Drama actor ფრიდონ შვანგირაძე. რაოდა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი გემშვიდობებად ფრიდონ შვანგირაძე. აი ძრა, ფრიდონ გაგვიადა, მე გაგასებ თვითმფრინავ, წადი, როა, მიდი. ხო, წავედი. აბა თქვენიცი. მოდი, წადი. ფრიდონ. ბატონო ფრიდონ. აბა თქვენიცით მალე ჩამოდი. ხო. ოსკარით ჩამოვალ, ოსკარით. აი, ბატონო ფრიდონ, ცოტა მაინც ჭკვიანად იყავი თორე, ოსკარი შეიძლება დეპორტით ჩამოხიდე. ყველას მოგენატრებით ბატონო. მე როგორ მომენატრებით. შენ ეს კერაფეს არ გიშველის, მაგრამ მაინც. მადლობა. შვიდობით. კარგად ბატონო. კარგი ეხლა შეიძლება თვითონაც შეიძლება. წავიდა, ისე გული კი დამწყდა ხო იცი. ეხლა რო გითხრათ ხამე ვერ დავიძინებ, მეთქი მოგატყუეთ. მეც ლაშა აქვე ვარ, და იქნებ დილოს ბაზრობაზე გამიყვანო, ჩემი ემზარისთვის მინდა თბილი წინდები უკიდო, იცი, ეს უცილდება ხოლმე ფეხი და მაგისთვის არ შეიძლება თიაქარი აწუხებს. ხო მოგეცი თვალები. რა დათხარო თვალები. ხო მოგეცი თვალები, არ დათხარო თვალები. აი აქ ძინავს პატას. აბა სად? მოიხსენე ხრეში და დაინახე. პატა გაიღვიძე, პატა თეკლა ვარ გაიღვიძე. პატა თეკლა ვარ გაიღვიძე. მოგენატრე თეკლა. პატა გამოფხიზლდი. ხო, კაი, ფხიზლავს, აბა რა გინდა მითხრა. უიმე, ანაირია ახალი გაღვიძებული. მოიცა პატა მომისმინე პატა, ჩვენ ხომ გავაგზავნეთ შენი CV და რეგიონული განვითარების სამინისტროდან დარეკეს და სამსახური შემოგთავაზეს. მართლა? კი. მოიცა თეკლა, მე რამე უნდა გამოვითარო? შაში ხარ ჩემო სამშობლო? ბეკონა დედიკო მოსულიყავი და ერთად გვენახა ეს დინა რა. რაო? კარგი გეკითხები რაღაცას და დამელაპარაკე წესიერად. ხო და თუ გსვენია შენ მეგობრებთან რომ დედა მირეკავსო, უთხარი მეგობარი გოგონა რეკავს. თქო მაგალითად ლიკუნა. კაი დედა, კაი. გააღე.
უფრო დიდი აცმა მჭირდება. ნუ გაუჭირე მაგვაქვს საქმე რა, დიდია უკვე. თვითონ გადაწყვიტოს რა, უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს. გააკე. აუწყალი უკვე გავშურდა. მე ხედავ რა პახონიაზება, დაანებეთ. ხო და შევართ ახლა და მჟაუნასობს გაგიკეთებ და ყველაფერი გაგივლის. იცი რა? ძალიან გთხოვ, ამდენი აღარ დალიო რა. ხო ხედავ გვნებს. ხო, მაგდენს კი არ დამილებია. მაგდენს კი არ დამილებია. კაი, გააკე. მე ჩვეულებრივად გავაგრძელე საქმე. მიდი. თვალები დახუჭე. დახუჭე თვალები. მოდი მომასწრებელი. მოდი, აბა ნახე ჩვენი სახლი, ნახე ჩვენი ახალი სახლი, რა ფერია? რა ფერია? ეს არის. ამ ფრად სარდაფის კარი არ უნდა შეგვეღება? ო, უნდა შეგვეღება. კარგი რა. მარინა, ამას ორ დღეში გამოვასწორებ, შეგაფერე. შენ არიცი მე აქ რა. აქ ერთი თაგვი ვნახე. კარგი თაგვია, კარგი. მოგა რა, არ მაინტერესებს, სად არის, რა თაგვი ნახე, მოკალი? არა, გასულ რა მოკლა, როგორ მოკლა, ისეთ თაგვი. კარგი, გადღედა და დამანებე თავი რა. კაი, ნუ გეშინი. სად არის? რა ვიცი, იქით იყო ადრე. მე რა თაგვი და რა კედლები და რა ხდება? საინტერესო უნდა იყოს მარსზე ცხოვრება. ლაშა ხელსაწმენდი არ გინდა? არა იყოს მან. პაატა სად არის ამდენ ხანს? პაატა ოთახშია, ძინავს. ძინავს? ამდენ ხანს ძინავს, რომელი საათია? უიმე, ელენე, იცი რა გავაკეთე? ფარდები გადავაფარე და იმას გონია კიდე რომ ღამეა და ძინავს. გეხვეწები დაანებე რა, თავი დაანებე, ცოტა ხანი დავიშონებ ეძინოს რა. უი მართლა ელენე, ჩემთან იქ ოთახში ტუმბოზე აიპადიდებს და მიდი გამომიტანე რა. კარგი. სუწითელია კაცო ეს მარსი, ხედავ შენ. რა არის ლაშა ეს გადააფარე მაინც რანაირად ძინავს. გამარჯობა, მოდი თეკლა. ელენე, შენ კიდე სახლში ხარ? რა არის, ვერ გავიგე, სირცხვილია, რამდენჯერ უნდა დაკირაკოს დიანამ წადი სამსახურში. ხო, დღესაც დამირეკა დიანამ, მითხრა რამდენ ხანსაც გინდა, შეგიძლია კიდევ დარჩეო. თან თეკლა ლაშას ხმა რომ გაიგო. აი ესე ვტიროდით ერთად მე და დიანა. მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე დღეს წავალ სამსახურში. შენ რა ქენი სახლში რო დაბრუნდი? რაო მამა შენმა? რა ვიცი ელენე, მეჩხუბა სახლიდან გადასვლას რომ ვაპირებდი მაგაზე ხო მეჩხუბა და უხეშად რომ ველაპარაკე მაგაზე საერთოდ გადაირია. და რაო რა გითხრა? არ ვიცი ელენე, ისე ყვირო და სიტყვები ვერ გავარჩიე. აი მე საწყალო თეკლა. გეჩხუბა დაგსაჯა ხო? დამსაჯა ელენე. სახლიდან აღარ მიშვებს, ტელევიზორს არ მაყურებინებს, ტანსაცმელი გადამიყარა 10 საათზე მაძალებს დაძინებას და რომ წვევი მერე კიდე შემოდის მამოწმებს ძინავს თუ არა და შუბზეც აღარ მკოცნის.
თეკლა ეხა გეყოფა ნუ აბუქებ შენებურად სიმართლე თქვი. ხო, კარგი მწვენო და თქმა 9 საათზე მაძალებს დაცინებას. კიდევ კარგი ელენე რომ ილიას დაშორდი და ესეც საშინელ დღეში ხარ მაგას ვიმიზეზებ ხოლმე წამოსასვლელად. ხო მამა. კი ელენესთან ვარ. მახსოვს რომ 3-ზე, 6-ზე და 9-ზე სახლში უნდა ვიყო და შემოვივლი. რანაირად გადავასხა რა. რა საკეთებ კაცო, გამიშკდა გული რა, გამიშკდა რა ნიკა გული. არ დაძერა, კარგად იღვრებოდა. ნიკა რა არის ეს, რა გაცვია? რა იყო? ნიკა მარტო მაიკეთ ნუდადი ხარ გაცივდები. არა, შიგნიდანაც მაცვია. კარგი ნიკა, მიდი ჭამე ეგ თაფლი და ისწავლე, მიდი. ვისწავლე უკვე. თუ ისწავლე, მაშინ ჩამაბარე. არა, ვერ ჩაგაბარე, ვიცი რა არის, ერთ ჯერადაც მაქვს ნასწავლი და რომ მოუყვე, მერე დამავიწყდება და. მასწავლებლის შენ რო ჩაგაბარო კიდე მასწავლებლის ცალკე უნდა ვისწავლო და მეზარება. ავალ ვითამაშე. აუახრავა. კომპიუტერზე ვითამაშე. ისე მეც მინდა თამაში. თეკლა, გეხვეწები რა, ჩემთან ოთახში ტუმბოზე აიპადი მიდევს და გამომიტანე რა. კარგი. ეს როგორ მიყვარდა რა არის ლაშა. და ფარე მაინც რამე. მე გადავხადე. გამარჯობა მეზობლები. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა. გახსოვს გეუბნებოდი კასტინგზე ვარ დაბარებული. ძალიან მაგარი შემოთავაზება მაქვს მეთქი. გახსოვს? გახსოვს კი. ხო და ვიყავი კასტინგზე. მოვეწონე. ამირჩიეს და დღეს მივფრინავ ლოს-ანჯელესში დასამშვიდობებლად მოვედი. ხო. რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე. მომავალში ჰოლივუდის მრავალი პრიზის მფლობელი. შონ კონერის ახლო მეგობარი. დრამის მსახიობი ფრიდონ შვანგირაძე გემშვიდობებათ. აქეთ არის კარი ნახვამდის ბატონო ფრიდონ. ესე ბატონო ფრიდონ. მე მეჩხარება ხო რაღაც ჩასალაგებელი მაქვს არ დამაგვიანდეს და წავიდე. ბატონო ფრიდონ ეხლა რო ჩახვალთ ხო? დღეს ხო ჩახვალთ. ხო და ხვალ შემოდით და მოგვიყევით როგორ იყო რა მოხდა.